მე გთავაზობთ ჩემს დილის რუტინას ნინო ნადირაძესთან ერთად, რომელსაც გუშინ უყურე დებატებში, საკმაოდ ვრცლად სხვათა შორის და რამდენჯერმე ახსენა ამბავი იმის შესახებ, რომ მისი ფოტო, რომელშიც ცუდად გამოიყურებოდა, თურმე ჩვენ ვათრიეთ აქეთ იქით. მე თავიდან გეტყვით იმას, რომ მე ეს ფოტო არსად არ მითხრევია, იმიტომ რომ მე მგონია, რომ თითო ფოტო და 2-იც და 3 ეგეთი ფოტოც ყველა ქალს გვაქვს, იმიტომ რომ ნებისმიერი არასწორი განათება ნიშნავს იმას, რომ გამოიყურები უშჩხულად და ზოგადად მგონია, რომ ხალი ქალს არ უნდა ებრძოდეს ამ გზით, ამიტომ მე არასოდეს მის წინააღმდეგ მსგავსი ფოტოები არ გამომიყენებია, მაგრამ ხო ისაუწრებავ. ნინო ხედავს აქეთ მხრიდან რას აზიარებენ მასზე, მაგრამ ვერ ხედავს მისი პროპაგანდისტები. დიახ, მისი პროპაგანდისტები, იმიტომ რომ მან დიდი სიამაყე თქვა, რომ მე ქართულ ოცნებას მივეცი ხმა ხო და ქართული ოცნების პროპაგანდისტები რას აკეთებენ ჩვენზე? ნინო ჩხარკავა, შენი პარტიის პროპაგანდისტი, შენი მხარის პროპაგანდისტი, რომელმაც ჩვენს პრეცხოვრებას ხო სიგიჟეები აქვს, მაგრამ აი მაგალითად გუშინ, აი შენ რომ არ მოგწონს შენი ცუდი ფოტოს თრევა, აი მაგალითად დამიდო ეს ფოტო. და დამიწუნა ნაოჭები შუბლზე. რავი, ნაოჭები რომ მქონდეს შუბლზე 46 წლის ქალს ხო ნორმალურია? ფტოზი აქ ლანუკასო სახეზეო. რა ვიცი, ფტოზი რომ მქონდეს სახეზე 46 წლის ქალს, ესეც ხო ნორმალურია? ჩემი აზრით კი. მაგრამ ფილტრის გარეშე აი ასეთი ქალი, რომ ნებისმიერ ქალს დედამიწაზე განიხილავს, იქნება ეს ნანუკა, ნინო თუ არ ვიცი ვინ, ეს არანორმალურია. ნინო ასე ცხოვრება, როდესაც ხელისუფლება სატელევიზიო ეთერები და საჯაროდ ქმნის მთავარ სტანდარტს, რომელიც არის ძალადობაზე დაფუძნებული, რომელიც არის ზიზღით გაჟღენთილი, მე უკავშირიც იგივე ხდება და მე გირჩევ, აგერ უკვე გამოცდილი მაქვს წლების განმავლობაში ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ყველაფერთან ერთად და მე შენ გირჩევ, რომ მე მომბაძო და უბრალოდ შეეჩვიო ამ ყველაფერთან ცხოვრებას, იმიტომ რომ ასია გვიწევს. ამ რეალობაში ეს არის ქვეყანა და იცი როდის დასრულდება ეს სტანდარტი ამ ქვეყანაში. იცი როდის აღარ ვაფრიალებთ ერთმანეთის ფოტოებს. როდესაც ეს ქვეყანა იქნება ყველასი თანაბრად და მე და შენ დღეს არ მოგწონს, როდესაც ჩვენს ნაოჭებს განიხილავენ. და ეხლა მოდი ვკითხოთ სხვებს, ვინც ცემეს, ვინც აწამეს, ვისაც პირში ჩააფურთხეს, ვისაც ჩაურაცხყოფა მიაყენეს. მოდი იმ ადამიანებს ვესაუბროთ. ის კი არა ჩვენ ნაოჭებს დაგვითვლიან თუ არა. ის ხალხი როგორ გრძნობს ამ რეალობაში თავს და მოდი იმ ხალხს ვესაუბროთ ტროტუარზე დგომისთვის, ახლა ციხეში რომ სხედან. არანაირი პოლიტიკური კუთვნილება არ არის მნიშვნელოვანი გარკვეულ თემებთან მიმართებაში, რომელიც არის ძალიან საერთო, სადაც ჩვენ მიუხედავად ძალიან დიდი განსხვავებულობისა, გვაქვს საერთო შეხედვა. მე ვფიქრობ, რომ ქოცის და ნაცის ამ უმრჩეველიც ერთნაირად ფიქრობს, რომ პატიმრის ოჯახის წევრებს არ ეხებიან. განსაკუთრებით პატიმრების დედებს არ გამოდიან და კაცები პოლიტიკურ კონტექსტში, იმიტომ რომ პოლიტიკურად არ ეთანხმება, პატიმრის დედას არ ერჩის. და თუ ერჩის პატიმრის დედას მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად მისი ოპონენტი, ამას თავისი სახელი ჰქვია. იმ კაცს, რომელსაც შეუძლია ეთერში იჯდეს და პატიმრის დედაზე ისაუბროს ძალიან ბინძურ აყროლებულ კონტექსტში, ამას ჰქვია თავის სახელი. ქართველს არ მოსწონს კაცი, რომელსაც ეთერში შეუძლია ბანძი ჭურიკანა ქალივით დაჯდეს და წარმოუდგენელი სიბინძურები აფრკბიოს ქალზე, ჯერ ქალზე და მერე პატიმრის დედაზე, მოკლური შვილით. ამ იმ ხარეს რომ იბრძვი წლები, შენ აქეთ ამ ხარეს ნურავის გზაზე რაღაცა წითელი საროჭკა და ლამაზად დახოვლით მან უგაგიკვირდება. როდესაც შენს მხარეს მყოფმა შულმკვდარმა ოჯახებმა ივაჭრეს შვილის მკვლელობებით, ფული აკეთეს მაგ თემით. აი ეგეთ მხარეს რომ წარმოადგენ, შენ არ უნდა გაგიკვირდეს პატიმრის დედა, რომელსაც ოდნავ ლამაზათაცვია ვიდრე გუშინ ეცვა. და საერთოდ ჩაცმა არ უნდა გაგიკვირდეს და ჩაცმის გამო პოლიტიკაში ვაჭრობა არ უნდა გაგიკვირდეს. არის რაღაცეები, რაც არ მოსულა, არავისგან არ მოსულა და ყველასგან ბანძია. ასე ფიქრობს ყველა ქოცი ქართველის ასე ფიქრობს, რომ ბანძია ჭორიკანა კაცი. ასე ქვია საქართველოში ჭორიკანა კაცს, ქვია ბანძი კაცი. და კიდევ სხვა რაღაცებიც ქვია, უბრალოდ ახლა აღარ ვიტყვი.